თქვენ დოიცით, რატომ არის რომ შემოდგომაზე ყველაფერი ყვავილობას ასრულებს და გაზაფხულზე კი ყველაფერი პირიქით ყვავილობას იწყებს. ცოტა რამ ბერძნული მითოლოგიის შესახებ. დღეს პერსეფონეს ისტორია უნდა მოგიყვეთ. ცნობილია რომ პერსეფონე დემეტრასა და ზევსის ქალიშვილია, მიწისა და დედაბუნების ქალღმერთი, ღვთაება. დემეტრა კი მისი მშობელი დედა და ასევე მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი. აქ სადღაც კავშირში არის ჰადესიც. ზუსტად აქ იწყება ის ისტორია, რაც ახლა მე უნდა მოგიყვეთ. ჰადესი და პერსეფონეს უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ დემეტრას ეს ამბავი არ მოწონს, იმიტომ რომ პერსეფონე უნდა რომ მიათხოვოს არეს. მაგრამ პერსეფონეს უყვარს ჰადესი და მასთან ერთად მიდის ტარტაროსში, მიწისქვეშეთში. მიწისქვეშეთში ტარტაროსის მკვიდრი არ ხარ იქამდე, სანამ იქაურ საჭმელს არ შეჭამ. დემეტრამ დიდი ხანი ეძება თავისი შვილი და ბოლოს რო იპოვა, პერსეფონე იყო წინააღმდეგი, მე შენ არ გამოგყვებიო, მე არსად არ წავალ, მე მიყვარს ჰადესი და მასთან რჩებიო და ბროწეულის 6 მარცვალი შეჭამა. დემეტრა გაჩგიჟდა, განრისხდა, ინერვიულა, მოკლედ გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, მიმართეს ზევსს და ზევსმაც ესეთი დასკვნა გამოიტანა, რომ რადგან 6 მარცვალი შეჭამა პერსეფონემ ბროწეულის, როდესაც ბროწეული ყვავის, მაგ პერიოდში პერსეფონე ჩადის, უკვე ყვავის არა, როცა მომწიფებულია და მოსავალს იღებენ ბროწეულისას, მაშინ პერსეფონე ჩადის ტარტაროსში ჰადესთან და მიწისქვეშეთში ჩადის ჰადესთან. ახლა იქ ტარტაროსი, მიწისქვეშეთი, ცოტა კიდე სხვა სქემა და განლაგება, მაგრამ ამაზე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ და აქ უბრალოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები. ამ პერიოდში ჩადის და გაზაფხულზე, როდესაც ყველაფერი ყვავებას იწყებს, ამ პერიოდში უკვე დედამიწაზეა ამოსული. ეს ყველაფერი კი დემეტრამ უზრუნველყო, იმიტომ რომ ესე გადაწყვიტა, როდესაც ჩემი შვილი ჩემს გვერდით არ არის, ყველამ უნდა იტანჯოს ჩემსავით, უნდა ციოდეს, უნდა იყოს გასაჭირი, იმიტომ რომ არ უნდა ყვავდეს არაფერი, იმიტომ რომ ცივა. მოსავალი არ უნდა იყოს. და როდესაც ჩემი შვილი ჩემთან ამოდის, დაიაყვავდეს ყველაფერი და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს. არავის წვალება არ უწევდეს საკვების მოსაპოვებლად. ესე და ამგვარად მითოლოგიის თანახმად, ამიტომ გვაქვს შემოდგომა გაზაფხული და ზაფხული და ასევე ზამთარიც. სულ ეს იყო. მადლობა რომ იყურეთ. დამიწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დაწერეთ კითხვები, თუ კი რაიმე გაინტერესებთ, მე ვიდეოებს ჩაგიწერთ და გიპასუხებთ. ასევე არ დაგავიწყოთ ჩემი დასაბსქრაიბება YouTube არხზე. ასევე ჩემი გამოწერაც, იმიტომ რომ YouTube-ზე მეტ ვიდეოებს ვდებ, Instagram-ზე მეტ სტორებს ვდებ, სადაც უფრო ბევრ შემეცნებით რაღაცებს ვწერ ხოლმე და ასე რომ მადლობა და დროებით.